პირველ რიგში დავიწყოთ ახალი ტურნირით. წელს დაიწყო, პირველი 3 ტური ვნახეთ. შენ ჩართული იყავი უშუალოდ არგენტინაში. შენი შთაბეჭდილებები როგორია და შენი აზრი, იმიტომ რომ ცოტა შეიცვალა ტესტ რაგბი. საინტერესო ფორმატია ძალიან. სახე მიეცა ეს ივლისი-ნოემბრის ტესტები ცოტა ქაოტური იყო ხოლმე რა, რაღაცა ვინ ესე ლატარიასავით ვინ ვისთან თამაშობდა. და ყოველთვის იყო მithქმა-მოთქმა, რომ ვინ ჯობია სამხრეთი თუ ჩრდილოეთი. და სახე მიეცა ამ ყველაფერს და საბოლოოდ ნოემბერში ფინალები გაიმართება ალიანს სტადიუმზე. უკაცრავ თვიქენჰემზე ჩემთვის. ყოველთვის თვიქენჰემად დარჩება. ფინალები მანდ გაიმართება და აი ეს მართლა ხელის გადაწევა სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის მანდ გაირკვევა, რაც მე მომწონს. პირადად მე ფორმატი მომეწონა ძალიან უბრალოდ ერთი ჩვენ მხრივის ცუდია რომ ტიერთან აღარ მოგვიწია თამაში და ეს სარაგბო გლობალური პრობლემა არის რომ ეს განვითარებას აფერხებს ეს მომენტი რომ ძლიერ გუნდებს ხოლმე ერთმანეთთან უნდა თამაში მაგრამ თვითონ უშუალოდ ფორმატს რაც შეეხება მე მომეწონა ძალიან იმიტომ რომ მეტად სახე აქვს მიცემული მეტად სტრუქტურულია და საბოლოოდ ავლენს იმასაც თუ ვინაა იმ პერიოდში ძლიერი სამხრეთი თუ ჩრდილოეთი. უშუალოდ არგენტინის ტურნირს რაც შეეხება იყო ძალიან სახალისო. ძალიან უნიკალური, იმიტომ რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს დაემთხვა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ რამდენად ფეხბურთის ქვეყანა არგენტინა, იმიტომ რომ პუმებთან ერთად ვიყავით ჩვენ სასტუმროში ორ ქალაქში, კორდობაში და სან-ხუანში და ჯამში კვირის მანძილზე 15 გულშემატკივარი თუ მოვიდა სასტუმროსთან და მე წარმოვიდგინე არგენტინის ფეხბურთის ნაკრები ყოფილიყო იმ სასტუმროში რა მოხდება აქცია გაიმართებოდა ალბათ ერთი ამბავი იქნებოდა და კიდევ ერთხელ დავწმუნდი ნუ რამდენად ეს არგენტინელები უფრო ფეხბურთის ერია თუმცა როგორც ვიცით ნაკრებმა მაინც მოახერხა უკვე დიდი ხანია ტიერერთან და გრანდად ჩამოყალიბება და საკმაოდ სახიფათო მეტოქია ყველასთვის ამ ტურნირში ახლა უშუალოდ მაგ თამაშებიდან მაინც ოპტიმალურად ვერ გამოიყურებოდნენ ორი თამაში დათმეს ერთი მე რაც ვიმსაჯე შოტლანდია არგენტინა რომელიც ძალიან ეს გასართობი თამაში იყო 13 ლეულ დაიდო კარგი რაგბი გააჩაღეს უელსთანაც შემდგომ მოიგეს და არ იყო მაინც ეს რთული თამაში და უელსიც ვერ გამოიყურება ბოლო წლებია კარგად და ბოლოს იყო ნამდვილი ომი ინგლისთან ეს იყო აი აბსოლუტ აი ჩემთვის რა იყო საოცარი მომენტი რომ ორი თამაში რომელიც არც საჯებისთვის მაინც და მაინც რთული არ იყო არც დიდი ინტენსივობით გამოირჩეოდა აი კარგი გასართობი რაგბი იყო და უცებ მესამე თამაშზე ბოლო ტესტზე აი ჭერს ზევით იყო ინტენსივობა ომისთვის მემზადებოდი და 7 ყვითელი ბარათი და ფეხბურთმაც ხელი შეუწყო იმას რომ ნახევარფინალში ერთმანეთს ხვდებოდნენ მე ინგლისის მორაგბეებმა კერძოდ ჰენრი პოლოკმა ცოტა ფანები გააღიზიანა და ამათმა 86-ის საფეხბურთო ფორმა შეიკერეს მარადონას ცნობილი მომენტის ფორმა და ყველაფერი ერთად უკვე ომში გადაიზარდა და მაგარი ამბავი გამოვიდა რა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა რაგბმა თავისი თავი ამ თამაშით როგორი ბრუტალური და ესე ვთქვათ ამაღელვებელი შეიძლება იყოს. სირთულე თუ იყო რაიმე შენი თამაშები ყველამ ვიცით მათ შორის 6-ზე ისეთი ომები გაქვს ნანახი და უშუალოდ განსჭილი თუმცა თუ იყო რაიმე ისეთი სირთულე არგენტინას რაც შეიძლება რომ ახლდეს გინდა გულშემატკივრის კუთხით გინდა მოთამაშეებთან მით უმეტეს ცოტა ამოვარდნილი არგენტინა ვნახეთ ბოლო პერიოდის შემდეგ იცი არგენტინაში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს როცა მიდიხარ ტურნეზე თავარი სირთულე სამსაჯოკოს თვალსაზრისით სანამ მოედანზე გადახო არის ტექნოლოგიური სირთულეები რაზეც ეგ პრობლემა ჩვენც გვაქვს საქართველოში რა როცა ტიერერს მასპინძლობ წარსულში როცა ჩამოდიოდნენ სულ მიდიოდა საჩივარი რომ აი ტექნოლოგიურად არ არის სათანადო გარემო რომ აი ვიდეო მსაჯის ეკრანი აი გამეორებების ხარისხი მიწოდების სიხშირე სიჩქარე ეს ძალიან დიდ პრობლემებს კომუნიკაციის მოწყობილობების ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის სამსაჯო გუნდს და არგენტინაში ამ სამივე თამაშზე სერიოზულ ლოჯისტიკურ პრობლემებს გადავაწყდით რაც უცნაურია იმიტომ რომ არგენტინა ახლა ტიერ-1 არის ჩამოყალიბებული და აქვს იმის რესურსი რომ ეს პრობლემები არ იყოს თუმცა არ იყო თამაშები ბუენოს-აირესში ეს იყო კორდობაში სან-ხუანში და სანტიაგო დელ ესტეროში ამიტომ შეიძლება ამანაც იმოქმედა რომ იმდენად უხარისხო ტექნოლოგიური ის მოგვაწოდეს სეტაპი, რომ
ძალიან ბევრ რაღაცა ცუდად შემოგვიტრიალდა და ვერ გაკეთდა ისე როგორც უნდა ყოფილიყო და ჩვენზე წამოვიდა აგრესია, როცა რეჟისორი ვერ მუშაობდა სათანადოდ და გამეორებები არ მისდიოდა ვიდეომსაში და ეკრანი ჭედავდა და ესეთი საბაზისო პრობლემები. ამიტომ ეს მაყურებელმა არ იცის, რომ ამაზე საკმაოდ დიდი საჩივარი იყო რა და ესეთი რაღაცები თანამედროვე რაგბიში დაუშვებელია. ამიტომ ჩვენც უნდა ვიზრუნოთ მაგაზე თუ გვინდა რომ ამ მიმართულებით წავიდეთ და საინტერესო იყო ამ სირთულეებთან ბოლოს გადავწყვიტეთ რომ მოედანზე მყოფ სამეულს მეტად რისკი აგვეღო ჩვენ თავზე და მეტად ჩავრთულიყავით ისეთ მომენტებში რაც ადამიანური ფაქტორით შეიძლება ვერ განსაზღვრო რა თუმცა თავს ვიზღვევდით და ამან კიდევ ზედმეტი წნეხი და სირთულე შექმნა თუმცა თვითონ მოედანზე რაც შეეხება პირველ თამაში მაინც და მაინც ესე ვთქვათ ტექნიკური ან ემოციური ან ინტენსიური სირთულე არ გამოგვივლია აი ბოლო თამაშზე ამას მართვა ჭირდებოდა სერიოზული და ძალიან გამოსცილი მსაჯი ანგუს გარდნერი იყო ცენტრში გვერდებიდან მე და პოლ უილიამსი ვეხმარებოდით და ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში გამოვიდა რაც თანაც ქონია შეხება მიუხედავად იმისა რაც შენ აღნიშნე რომ ბევრი ომი მინახავს და ჩემი აზრით რაგბის არსი არის ომი ეგეც ერთ-ერთი ეგეთი თამაში იყო და 7 ყვითელი ბარათი ნიშნავს რომ დისციპლინა გუნდებს არ აინტერესებს იქ ერთი რაც აინტერესებს არით რომ ერთმანეთს ატკინონ ერთმანეთს როგორც ინგლისელები ამბობენ get under your skin ანუ კანის ქვეშ შეუძრნენ რა ეს ცნობილი სარაგბო სლენგია რომ გააღიზიან რომ მეტოქე და პროვოკაციაზე წამოაგო აქ სირთულე აქ სამსაჯო რა არის რომ საჯის ერთ-ერთი ფუნქციაა რომ ხელი შეუწყოს დინამიკას და კარგი თამაში გამოვიდეს როცა ეს ფუნქცია იბლოკება იმის გამო რომ იცი რომ დინამიკას ხელს თუ შეუწყობს შეიძლება თამაში გაიქცეს ყოველგვარი კალაპოტიდან ეს ცოტა სირთულეს ქმნის და მეტად უწევს საჯს მერე შემოსვლა ყურადღების ცენტრში და ნუ საბოლოო ჯამში ხელები დავიკაპიცეთ და რაც იყო გასაკეთებელი გავაკეთეთ და ძალიან დრამატული გამოვიდა ძალიან აგრესიული მაყურებელი იყო დეციბალი ხმის აკუმულაცია ადიოდა არ ვიცი ყური მყიოდა 2 დღე თამაშის მერე ისეთი ამბავი იყო და ეს აგრესია რა თქმა უნდა ჩვენზეც წამოვიდა ვიღაცა ბოთლი გვესროლა თამაშის მერე გავრცელდა ეს კადრები და ყოველად მიუღებელია რა თარაგბო გარემოში ესეთი ამბები და ნუ მოკლედ მთელი ვნებათაღელვა იყო მაგრამ როცა ემოციები წყნარდება როცა სახში ვბრუნდებით და უკვე ტკბილი მოგონება რჩება კიდევ ერთხელ აფასებ რამდენად მაგარია მაგ ეპიცენტრში ყოფნა და სპორტი რამდენად ძვირფასია იმიტომ რომ ემოციები არის ძვირფასი და სპორტს ამიტომ ამბობ მე ყოველთვის რომ ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიის დიდი დოზით დანერგვა სპორტში კლავს ემოციურ ფონს და მაგიტო გვიყვართ ყველა სპორტი რომ ესეთი ემოციურია ამიტომ მე მგონია რომ რაღაცა ზღვარი ტექნოლოგიასა და ადამიანს შორის უკვე სპორტში უნდა ძალიან გაიმიჯნოს ცოტა თუ შეგვიძლია ის ბოლო ეპიზოდი რომ განვიხილოთ იმიტომ რომ იყო მათ შორის ქართულ სივრცეშიც ცირედი რაც გვაქვს არაგბო და მსოფლიო დოზით ხო საერთოდ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ამ კითხვის ნიშნებზე ეს პირდაპირი პასუხები მსოფლიო რაგბისგან რა თქმა უნდა არ ყოფილა. ხო, რთული მომენტი იყო ძალიან, საერთოდ გამიკვირდა ის რომ ინგლისმა მისცა საშუალება რომ ჯერ ანგარიში ეგრე დაბრუნებულიყო და მერე საკუთარი ლელოდან წამოეყოთ ის ბურთი და იქამდე მისულიყვნენ გამიკვირდა ეგეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ არგენტინელებმა ნუ ბოლო წუთში ძალიან დიდ დაწნეხეს ინგლისი და ნუ გუნდია რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული არგენტინა და ფელიპე კონტეპომი სერიოზული მწვრთნელია და ძალიან კარგი ადამიანიც არის ხოთა შორის და ეს სამხრეთ ამერიკული სიცხელე ახასიათებს თუმცა სამართლიანობის შეგნებას არ კარგავს და ეს ძალიან მაგარია და მაგარი თვისებაა და ფილიპე ხშირად ხედავთ იმიტომ რომ როგორც თქვი ჩვენთან ერთად იყო სასტუმროში და ძალიან პატივისცემით იყო და ბევრ რაღაცაში თუ გინდათ იქ დაგიჯავშნით რაღაცას თუ გინდათ იმ რაღაცა ვენახე იმაში გაგიშვებთ ფერმაში და მოკლედ ბევრ რაღაცაში ძალიან პატივისცემას იჩენდა რაც ძალიან მაგარია ამიტომ ძალიან ვაფასებ მაგაც და მინდა რომ წარმატებას მიაღწიოს თავის კარიერაში რა თუმცა ბოლო მომენტ რაც შეეხება ჩვენთვის ცუდი რატო იყო იმიტომ რომ საჯის თავარი მიზანი რა არის რომ თამაში გადაწყვეტონ მოთამაშეებმა და არა სამსაჯო გადაწყვეტილებებმა თუმცა ვამბობ რომ თუ საჭიროა აქაც უნდა გამოიჩინო ხა და ჩემ მხარეს მოხდა იქ და მივხვდი რომ იმდენად სათუო მომენტი იყო და მიწდა თუ სად დამიწდა რა თქმა უნდა არ უთხარი რომ ვიდეოზე უნდა ამოვიდეს თქო ეს მომენტი თამაშის გადამწყვეტი მომენტია და ყველამ ერთად შევხედოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება ორი რაღაცა მოექცა ყურადღების ქვეშ ეს პირველი რა თქმა უნდა ლელო იყო თუ არა დელგიმ დაამიწა თუ არა ლელოში და საბოლოო ჯამში ჩვენ ცუდი ეკრანი გქონდა უყურებდით და ნათლად ვერ გამოვიტანეთ აზრი მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რომ როდესაც
მოედნის გადაწყვეტილება არის ლელო და ეს პრაქტიკა არის ესეთი და ეს იმიტომ კი არა რომ ვიღაცამ და ესე დაინახა, არა, ეს პრაქტიკაა, როდესაც მოედნის გადაწყვეტილება არის ლელო, მოწმდება ბურთი აუტში იყო თუ არა, ფეხი ქონდა აუტში ან გადასული იყო თუ არა და თუ სათანადო მიზეზი ვერ დამტკიცდა გამეორების ეს რომ მოედნის გადაწყვეტილება ამოითვალოს ლელო დარჩება. ეს პრაქტიკა იმიტომ არის რომ მეტი ლელო გავიდეს თამაშში და არა მეტი ლელო გაუქმდეს, იმიტომ რომ მაყურებელს უნდა რომ ნახოს მეტი ლელო და ჩვენ საჯებსაც გვინდა რომ ჩავთვალოთ მეტი ლელო, ხო? ამიტომ მოედნის გადაწყვეტილება ამ ფონზე ლელო იყო და გვჭირდებოდა ნათელი და აშკარა მაგალითი რომ ლელო არ იყო. მთავარ ანგუს გარდნერს უნდა ლელოს ჩათვლა, იმიტომ რომ როგორც თქვი მოთამაშეებს გვინდა რომ გადაწყვეტონ მომენტები, თუმცა ვიდეო მსაჯმა ძალიან ძლიერად და სწორად დაიცვა პოზიცია, რომ ერთდროული დამიწება იყო მკვდარი ზონის ხაზსა და ლელოს შორის, რაც ავტომატურად აუქმებს ლელოს, იმიტომ რომ გამოდის რომ ბურთი არის მკვდარი. შესაბამისად, ეს მომენტი გამორიცხა ვიდეო მსაჯმა, ჩვენგან კარგად არ ჩანდა და ჩვენ იმ მიმართულებით მიდიოდა მთავარი მსაჯი, რომ არ არის სუფთა და აშკარა მიზეზი, რომ ამოვთვალოთ ლელო. და ეს კითხვა დასვა რამდენჯერმე, რომ დარწმუნებული ხარ, გვაქვს სუფთა და აშკარა მიზეზი და ვიდეო მსაჯმა ძალიან ძლიერად დაიცვა თავის პოზიცია, რაც მის რა თქმა უნდა კრედიტი უნდა მივცეთ მაგის გამო რა. ამიტომ პირველი მომენტი გამოირცხა. მერე მეორე მომენტი წამოვიდა, რომ ორი ბოჭვა იყო, ერთი კოლოურის და ერთი ჰენრი სლეიდის ბოლო ბოჭვა, რამაც გადაარჩინა მომენტი და ორივე იყო მხარზე. ორივე ბოჭვა და რაც არის ის მაყურებელმა არის ის, რომ 2023 წლის გუნდის შენების პროცესი რო გქონდა ჩვენ სოფლიომდე სამსაჯო შეკრების გუნდის შენების ჩრდილოეთ საფრანგეთში, იქ დასკვნა იყო ეგეთი, რომ ორ მომენტზე გქონდა საუბარი სოფლიოს წინ, რომ როდესაც ეგრეთ წოდებული seat belt, ანუ ესეთი მხარს განა ბოჭვა იქნება, ლელოს დადების მომენტში ამას უხეშობად არ ჩავთვლიდით რა. ეს ერთი და მეორე, ნახტომში როცა იქნება მოთამაშე ლელოს დადების მომენტში და ვიღაცამ შებოჭა, ესეც არ არის უხეშობა და ჰაერში ბოჭვად არ ჩაითვლება რა. ამ ორი მომენტიდან გამომდინარე, მთელი სამსაჯო ჯგუფი გადმოეწყო ამ განშჩის მომენტზე, იმიტომ რომ ყველა შევთანხმებული ყავით ერთ ფილოსოფიაზე. შესაბამისად, იმ წამსვე სამივეს, ვინც მოედანზე ვიყავით, გაგვახსენდა ეგ მომენტი 2023 შეთანხმების, რომ ესე ვთქვათ, აი ასეთ seat belt, ანუ მხარს მიღმა, აი ეს გადაღმა ბოჭვას უხეშობად არ ჩავთვლით. ორივე ბოჭვა შეფასდა როგორც არა პირდაპირი კისერთან კონტაქტი. და შესაბამისად უხეშობა მან გამოვრიცხეთ. ამიტომ რეზონანსი რატომ მოყვა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ბოჭვის წესი რო გავიხსენოთ, მაღალი ბოჭვის წესი თვითონ ამბობს, რომ ხრის ზოლის მაღლა თუ შებოჭე მოთამაშე. ამიტომ ეს არის ინტერპრეტირებადი რა. შესაძლოა მსოფლიო რა გვჭირდებოდეს ამ წესის დახვეწა, რომ ხრის ზემოთ შეიძლება იყოს თვითონ მხარ ზემოთ თუ ხელს შეახებ, ან თვითონ კისერი. ამიტომ როგორ ინტერპრეტირებ ამ წესსაც, ამას სჭირდება ცოტა მეტი თეთრი და შავი და არა ნაცრისფერი. შესაბამისად ეს კითხვები ამიტომაც გაჩნდა. მაგრამ თუმცა ჩვენ ძალიან დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ბოჭვა არ იყო პირდაპირ კისერთან ბოჭვა და მხარზე იყო და ამიტომაც არ ჩავთვალეთ უხეშობა. ძალიან საინტერესო რაღაცა მინდა ვთქვა სხვათა შორის, რაც არავინ არ იცის და არც გავრცელებულა ეგ ინფორმაცია, რომ რამდენადაც ისევ რაკს უნდა დაუბრუნდე რა. რამდენადაც მოედანზე ინგლისმა და არგენტინამ იომეს და მე კონტემპორარი პრეს-კონფერენცია დატოვა, იმიტომ რომ ინგლისელებს ხმაური მუსიკა ჰქონდათ ჩართული და იგრძნობოდა რომ ეს ერთმანეთი ძალიან არ იყვნენ სიმპათიით განწყობილი. აი მხოლოდ მე მჯერა რომ მხოლოდ რაკში მოხდება ეგეთი რაღაცა, რაც შემდეგ მეორე დღეს მოხდა. ჩვენც საჯებიც, ინგლისიც და არგენტინაც ერთი ჩარტერი წამოვედით სანტიაგო დელ ესტეროდან ბუენოს აირესში. ერთი თრიუმფში ვიჯექით ყველა. აი ეს არის ამ სპორტის ალბათ ყველაზე ძვირფასი მომენტი და არავინ არავის არ უღრენდა, არავინ არავის რაღაცა ცუდად არ უყურებდა. ძალიან დიდი რაღაცა პატივისცემით ზოგი არგენტინელი მოთამაშე პრემიერშიპში თამაშობს და აი ეს კიდევ ერთხელ შევახსენე ჩემ თავს რამდენად ძვირფასია სარაგბო ღირებულებები რა, რომ მართლა ომი იყო და დახოცეს ერთმანეთი და არ ვიცი, აი ეგეთი ინტენსივობა და ფიზიკურობა არ იმეტებდნენ ერთმანეთს და მეორე დღეს ზოგი ნაბახუსებზე ვიყავით საჯიან მორაგბეებიანად და ვიყავით ერთ ჩარტერზე და ორივე მწვრთნელი მოვიდა და რაღაცა ძალიან ისე უშუალოდ და მორაგბეებიც და რაღაცა ცოტა ხუმრობებიც და ჩამოვედით ბუენოს აირესში, იმიტომ რომ
ეს გადაწყვეტილება რატო იქნა მიღებული, რომ დიდი საფრთხე არსებობდა, რომ რეგულარული კომერციული რეისი გაუქმებულიყო ფინალის გამო. და სანტიაგო დელ ესტეროში ჩარჩენა არ გვინდოდა და ამიტომ ესეთი რაღაცა მოხერხდა და არ ვიცი სადმე სხვა სპორტში ესეთი რამე თუ მოხდება. შენ ეს არაგბო ფუნდამენტური ღირებულებები ახსენე და ამ ტურნირის მიმდინარეობისასაც სამხრეთ აფრიკაც მე ცოტა სხვა კუთხით უნდა გადავუხვიო, ეხლა რაც გველოდება წინ კიდევ. სამხრეთ აფრიკაც და ზელანდიაც ორივე ხას უსვავდა, რომ მთელი ეს მოსამზადებელი პერიოდის მერე, მოსამზადებელ პერიოდს გულისხმობ ამ ტურნირს, მთელი ძირითადი თამაშები გველოდება წინ. ორივე, მათ შორის მაკენზიმაც ბოლო თამაშის მერე ეს თქვა, რომ რაღაცა და წინ გველოდება greatest rivalry, უდიდესი დაპირისპირება, ძალიან კარგად შეფუთულიც და ძალიან მაგარი თამაშებით მთელი ეს ტურნე სამხრეთ აფრიკასა და ზელანდიას შორის. პირველ რიგში მინდა კითხო, ხო არ უნდა გელოდოთ? ვოლოდინის რეჟიმში ვარ. ნახოთ, წინაპირობა ყოველ შემთხვევაში არსებობს ფონი იმისა, რომ მეც აღმოჩნდები ამ ტურნეზე, ზუსტად რა როლში ეს ჯერ უცნობია, მაგრამ ალბათ მომიწევს სამხრეთ აფრიკისკენ წასვლა. მიხარია, მაგრამ როლ ჯერ ნახოთ რა იქნება, მთავარი ტესტი იქნება თუ პროვინციალური, ამას გავარკვევთ. თუმცა როგორც შენ აღნიშნე, საბა ეს იქნება მოვლენა. ერთ-ერთი უდიდესი მასშტაბის მოვლენა, იმიტომ რომ ეს გავს ლომების პრაქტიკას. ლომები არის უდიდესი მოვლენა, იმიტომ რომ აქვს უდიდესი ისტორია, პრესტიჟი და ასე შემდეგ. და წინა ლომების საფინალო ტესტის პატივი მე მხვდა წილად და ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვამბობ, 5 კვირით წასვლა აი ესეთ რეჟიმში, როდესაც უკვე პროვინცია ტესტი, კვირაში 3 თამაშზე ადიხარ, ეს არის უდიდესი დაწოლა მსაჯზეც, მოთამაშეზეც, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემ გადმოსახედიდან ლომებზე რა გამოცდილებაც მივიღე, ძალიან რთული იყო. მე მჯერა, რომ ეს ტურნე უფრო რთული იქნება. იმიტომ რომ სამხრეთ აფრიკა ზელანდია არის ყველაზე რთული სამსაჯო თამაში ისტორიაში. ორჯერ მაქვს ნამსაჯი ლეკრანჩი, ერთხელ მაქვს ნამსაჯი სამხრეთ აფრიკა ზელანდია, ულაპარაკოთ სამხრეთ აფრიკა ზელანდია არის უფრო რთული თამაში, განსჯა დაპირისპირება, იმიტომ რომ დეივ რენი გახდა ახლა All Blacks-ის მთავარი მწვრთნელი, რომელიც საკმაოდ კვალიფიციური და მაღალი დონის მწვრთნელია, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს და ზელანდიამ რაღაც შემოატრიალა ცოტა ის რაღაცა დაღმასვლის პერიოდი და უფრო ალესილია, უფრო სახიფათოა და თავისი მანტრა და თამაშის სტრუქტურა ბევრად იპოვა ამ ტესტებზე. აფრიკა ტრადიციულად სტანდარტს არ აგდებს რამდენი წელია და რასი ერასმუსი ყველა მიცით როგორი დონის მწვრთნელია და სახლში თამაშობენ. ამიტომაც ქვია greatest rivalry, ანუ უდიდესი ჯიბრის ტურნე რა, ორი უდიდესი ნაკრები და ვიქნები რაღაცა დოზით ჩართული. ამას არ დავმალავ და ვიტყვი, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩართული ვიქნები ამ ტურნეში. რა როლი იქნება ეს მთავარი ტესტი იქნება თუ პროვინციალური ტესტი თუ გვერდითი მსაჯი, ამას გავიგებთ ცოტა ხანში რა. თუმცა აი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ არგენტინიდან ჩამოვედი და მიწევს რაღაცა 15 დღე სახლში ყოფნა, არანაირი დასვენება აქ არ არის. უნდა წავიდეთ ისევ დეტალები, ისევ ლეპტოპი, ისევ ხუმრობ ხოლმე, რომ მაყურებელი კი ხედავს, რომ მოედანზეა, მაგრამ საოფისე საქმიანობა არის კვირის მანძილზე. იმიტომ რომ იმდენი იმეილი შემოგდის, იმდენ დეტალზე უნდა გასცე პასუხი, იმდენ რაღაცა უნდა დაგეგმო, გამოიკვლიო თითოეული მოთამაშე, გუნდის სტრუქტურა, იმ მომენტში რას აკეთებენ, მოლში როგორ შედიან, რაქს როგორ წმინდავენ, ხელი როგორ აქვს ჩერკინებაში. იმდენ დეტალზე არის საუბარი, აი მართლა მთელი ღამე დაგჭირდება ამ ინტერვიუში, რომ ეგენი ვილაპარაკო. ამიტომ ვამბობ, რომ აი რამდენად დაუნდობელია უკვე ესეთი ელიტარული სარაგბო გარემო, რომ ერთ ტურნეს ამთავრებს, 3 კვირა ხარ შორს, სახლიდან, საყვარელი ადამიანებიდან და 15 დღეში გიწევს ისევ უფრო უარეს ომში დაბრუნება რა. ამიტომ ამას ძალიან დიდი მომზადება ჭირდება, როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური და ასევე სულიერი. იმიტომ რომ რაღაცა მომენტები არის ჩვენთვის, საჯებისთვის, რომ გნობა იქნება, რომ რაღაცა 6 კაცი ვართ და მთელი სამყარო ჩვენ წინააღმდეგ არის, ჩვენ მედია ჩვენ წინააღმდეგ არის, ხალხი ჩვენ წინააღმდეგ არის, პანდიტები ჩვენ წინააღმდეგ არიან და რაღაცა არის რაღაცა მომენტები, რაც ჩვენთვისაც ძალიან რთულია. ამიტომ ტემპი არ გამიჩერებია, არანაირი დასვენება არ არის, ვემზადები და ნახოთ რა როლში აღმოჩნდები საბოლოო ჯამში. წარმატება მინდა გისურვო, დარწმუნებული ვარ, რომ რაგბი ტივის მაყურებელს გიხილავს ამ ტურნეზე, იმიტომ რომ მაქვს პატივი ამისი, თქმისაც რომ ჩვენ ვაჩვენებთ. ძალიან მაგარია რომ ეს რაღაცას აჩვენებ. ხო, აი
იმედი მაქვს რომ უკვე შენი ისეთი ჩართულობით როგორიც ამ არგენტინულ ტურნეზე ვნახეთ და კიდე უფრო მეტი, იმიტომ რომ ძალიან ყველა მე მგონი ამ საუკუნის უდაოდ ყველაზე დიდი ერთადერთი გამორჩეული სარაგბო მოვლენაა. გველოდება წინ. წარმატებები შენიკა და მადლობა ინტერვიუსთვის. მადლობა თქვენ.